გამარჯობა, მე ვარ დუდუ მესხი. დღეს ბოლნისის მუზეუმზე და ბოლნისის გერმანულ უბანზე გიამბობთ. მუზეუმი ბოლნისში 2020 წლის 21 ივლისს გაიხსნა. მუზეუმის პირველ დარბაზში გამოფენილია ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის სამკაულები, საოჯახო ნივთები, თიხის ჭურჭელი, ხელცულები და სხვა. მეორე დარბაზში დაცულია ქართული დამწერლობის განვითარების ამსახველი მასალა. აქ ნახავთ მე-5 საუკუნის წარწერებს, მე-8 საუკუნის საეკლესიო წიგნებს, მე-9 საუკუნის საეკლესიო მოღვაწის იოანე ბოლნელის საფლავის ქვას, რომელზეც წარწერები ასომთავრულითაა შესრულებული. მუზეუმში ინახება 1712 წელს გამოცემული ვეფხის ტყაოსანი, ასევე იაკობ ცურტაველის შუშანიკის წამების უძველესი გამოცემა. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ისტორია. მუზეუმში განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა. ცოტაც გერმანულ უბანზე. გერმანელები საქართველოში მეფის რუსეთის დროს ჩამოასახლეს. შემოიტანეს ცოდნა და მალევე ააშენეს სახლები და საწარმოები. გერმანული სახლები გამოირჩევა თავისი პრაქტიკულობით. ის გრილის სარდაფით იწყება. აქვს მოხატული აივანი, მანსარდა და მაღალი სხვენი, სადაც ხორბალს და სიმინდს აშრობდნენ. სხვენს მერცხლების შემოსაფრენად პატარა სარკმლები აქვს დატანებული. ოთახებში იყო რკინის ღუმელი, რომელიც რამდენიმე ოთახს ერთდროულად ათბობდა. გერმანელები ემზადებდნენ უგემრიელეს ტკბილს და ლორს. ღვინის ქარხანა, რომელიც 1908 წელს ააშენეს, დღემდე მუშაობს. გერმანელები ომის დროს შუა აზიაში გადაასახლეს. ისე მოულოდნელად და სწრაფად, რომ არაფერი წაუღიათ. ბოლნისში ბევრ ოჯახს აქვს გერმანელების დატოვებული ანტიკვარები. რთული იყო გერმანელების გზა საქართველოდან შუა აზიამდე. ძნელი იყო გემით მგზავრობა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ზოგიერთი დაიყოფა კიდეც და მშობლები იძულებული გახდნენ ცხედრების ზღვაში ჩაეშვათ. ძაღლები პატრონებს მისდევდნენ. მარტო დარჩენილები კი საჭმელს არ ჭამდნენ და კვდებოდნენ. საბოლოოდ სხვადასხვა ადგილას გადასახლებული გერმანელები წერილებს ისევ ბოლნისში გზავნიდნენ და ერთმანეთს პოულობდნენ. გადასახლებული გერმანელების სახლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ხალხი შეასახლეს და განსაკუთრებულად გაწნეულდა გერმანული სტილისა და არქიტექტურის შენარჩუნება. ბოლნისში სულ 500 გერმანული სახლია, მაგრამ მხოლოდ 12 მათგანს აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. გერმანულ უბანს ბოლნისში კატარინელფელდი ჰქვია. ბოლნისის გერმანულ უბანში შემორჩენილია ეკლესიის, სკოლის, წისქვილისა და სახაზრო შენობების ნაშთები. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიწერეთ ლაიქები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სასეს ფრადი სამყარო. მიყვარხართ!